ბოდიში პარტიას და მიმართვა ოპოზიციას ალეკო ელისაშვილის პირველი განცხადება დაპატიმრების შემდეგ ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს სასამართლოს ვრცელი ჩვენება მისცალელოს. ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს საკანცელარიო ოფისის გადაწვა სურდა, თუმცა საკუთარ ქმედებას დანაშაულად არ მიიჩნევს. რა მოხდა 29 ნოემბერს გამთენისას და რის გამო დაესხა თავს პოლიტიკოსი ადმინისტრაციულ შენობას. განსასჯელის სკამზე მჯდომმა ყოფილმა პარლამენტარმა დღეს დაწვრილებით აღწერა საკუთარი ნამოქმედარი და ის მანდატურით შეაქო, რომელიც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ელისაშვილს პირველი უწევს წინააღმდეგობას. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა იარაღზე, რომელიც პოლიტიკოს თავდასხმის დროს თაჰქონდა. ბრალდებულისა და პროკურორის ვერსიები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საქალაქო სასამართლოს საკანცელარიო ოფისის დაწვის მცდელობას ედავებიან, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არსებობს სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც შენობაში შეღწევის მომენტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები აღბეჭდილი. პარტია ლელო საკუთარი გუნდის წევრის ქმედებას გმობს. დანარჩენ ოპოზიციას კი კითხვები და საკუთარი ვერსიები აქვს. ალეკო ელისაშვილი სასამართლოს გადაწვის მცდელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა მის მიერ ჩადენილ ქმედებას დანაშაულად არ მიიჩნევს. სასამართლოს ხდომათა დარბაზში კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მხრიდან გამოხატული პროტესტის ფორმა უსამართლობის, რეპრესიებისა და ძალადობის წინააღმდეგ. ელისაშვილი წუხს, რომ დაგეგმილი ქმედება სისრულეში ვერ მოიყვანა. ამაში მას ხელი მანდატურის თანამშრომლებმა შეუშალეს, რომლებმაც ინციდენტის დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. გამოკითხვის ოქმებით გინდება, რომ მთლიანად შენობა გაჟღენთილი იყოს სუნით, რაც აქვს სპეციფიური მოგეხსენებათ ამ ნივთიერებას და ასე ვთქვათ, აი ამის შემდგომ როგორც კი დაინახა ბრალდებულმა მოსხმის პროცესში, რომ მანდატური შევიდა შენობაში, მომენტალურად დაესხა მანდატურს თავს და აქტიური წინააღმდეგობა გაუწია სამივე მანდატურს. სახელმწიფო ბრალდების თქმით, ალეკო ელისაშვილმა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. მათ შორის სადა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. ელისაშვილი დღეს ხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ გზა, რომელიც მან საქალაქო სასამართლომდე გაიარა, იყო საშიში და ცეცხლსასროლი იარაღი მას მხოლოდ გზად ტურების შესაშინებლად სჭირდებოდა. ინციდენტის დროს კი მას იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა აღიარა, რომ გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული. შეიძინა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და ოჯახი გააფრთხილა, რომ ის სათევზაოდ მიდიოდა. ელისაშვილმა დანაშაულისგან ხელი აიღო, იმიტომ რომ როდესაც მან დაინახა შიგნით შემოსული მანდატურები, მან იარაღის გამოყენება არ სცადა. მას შეეძლო, იცით რომ კარგად ფლობს იარაღს და მისი მთავარი პრიორიტეტი რო ყოფილიყო ამ შენობის გადაწვა და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და გადაწვავდა შენობას. თუმცა მან მას შემდეგ რაც დაინახა რომ მანდატური იყო შენობაში, ეცადა თავი დაეღწია მათგან და ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას, რადგან ის დააკავეს და შემდგომ უკვე სცემეს. საქმეში გამოკითხული არის არაერთი თანამშრომელი მანდატურის სამსახურის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ განიარაღების პროცესში და მისი განეიტრალების პროცესში, რომლებიც ამბობენ გამოკითხვისას, რომ მან, როდესაც პირველი მანდატური შევიდა, ერთ-ერთი მანდატური და მომენტალურად ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მანდატურს, ამის შემდგომ მანდატურები ცდილობდნენ, რომ მისი განეიტრალება მოეხდინათ და სწორედ აი ამ დროს, როგორც მოწმეები ამბობენ, ალექსანდრე ელისაშვილმა გულმკერდის არის მხარეს წაიღო ხელი და ის ცდილობდა იარაღის ამოღებას, ასევე ისინი საუბრობენ გარკვეულ მუქარაზეც. განსაჯელის სკამიდან დღეს ელისაშვილმა თავის თანაპარტიელებსაც მიმართა. თანამოაზრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, კოალიციის წარმომადგენლებს კი შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა. ხდომათა დარბაზში ელისაშვილის სიტყვის მოსმენის შემდეგ ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობდა, რომ ელისაშვილი პატრიოტი ადამიანია, თუმცა მან თავისი ქმედებით პარტიის ინტერესები დააზიანა. ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება მიუღებელია გახარიას გუნდშიც. ჩემი აზრით ამ ქმედებით, რომლის მიმართაც ჩვენ არ გვაქვს რაღაცა თანაზიარობა და მიგვაჩნია, რომ ეს არ იყოს პროტესტის სწორი ფორმა, არც პარტიისთვის, არც პროტესტისთვის, ამან
თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და მათ შორის შესაძლოა პროტესტის ინტერესებიც. ჩვენ გაცხადებული პოზიციაა, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს პროტესტ თავისი მშვიდობიანი ხაზი. რთული არის გაიგო ის мотиваცია, ის მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ამ ქმედებების განხორციელების დროს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელი არის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას, რომელთა მიერ გამოგვეყოლ მტკიცებულებას ვერანაირი სარწმუნოება და სანდოობა ვერ იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა დავალოდოთ პროცესებს, როგორც წარიმართება. ეს არის მავნებლური და ძიმე დანაშაული, რაც შეეხება სასამართლოს გადაწვას, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნას, პროვოკაციულ რევოლუციურ სცენარებს. ეს არის ის ქმედებები, რაც ხელსაძლევს ოცნების პროპაგანდას და ასევე ახარებს სამწუხაროდ ჩვენს წერს. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი და თავიდანვე ყოველთვის ვამბობდით, რომ თავარი ამ ქვეყანაში არის პრაგმატული მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება. თავის გამოჩენის მცდელობა და ტერორიზმის კლასიკური ნიმუში. ასე აფასებენ მმართველ გუნდში ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. თუ რა ძალები არსებობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კლასიკური ნიმუში არის ტერორიზმისა. ეს ქმედება შეესაბამება ამ მუხლს, მას პარალიზება უნდა და ხელისუფლების უნდა რომ არ ემოქმედა ხელისუფლებას შეუძლებელი ყოფილიყო თქვათ რამე ნაბიჯების გადამოკმა კანონიერი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და მას ხმამაღლა ამბობს არც უარ ყავს. ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ ეცადა რომ თავი გამოეჩინა. აქ მოშტეგრები გამართა პარლამენტში, იქ პოლიციას დაუპირისპირდა, იქ უკრაინაში წავიდა და იმის სნაიპერის იარაღით პოზირებდა ფოტოების აქ ჩამოვიდა თავის პრინციპებზე ვარ ითქვა საერთოდ გაინულა ავტორიტეტი გარემოა ესეთი შექმნილი სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში. ფაქტია რომ თავად აღიარებს რომ დაგეგმა მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, ასე რომ ყველაფერი გასაგებია, გაუგებარი არის ის, რომ ლელოს განცხადება ვნახეთ, თითქოს ისინი გმობენ. დაგმობა მაშინ უნდა ყოფილიყო ვიღაცა ცუდ განცხადებას თუ გააკეთებს, თორე ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, ამას აღიარებს, ახლა არის კითხვა მარტივი. აპირებს თუ არა ლელო გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან. თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში. ალეკო ელისაშვილის მიმართ თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მცდელობით დაიწყო. თუმცა მას გუშინ ბრალი ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე დაუყენეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 იანვრიდან დაიწყება. ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, რომლის მიხედვითაც მას ედავებიან ძალადობიდან, ძალის მუქარით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას. გასული წლის 2 დეკემბერს მას ალი ბაბაევის თავდასხმაში დასდეს ბრალი. აღკვეთის ღონისძიებად კი მას გირაო ჰქონდა შეფარდებული.